მოგესალმებით მეგობრებო, გეზმოტორსის ვარკეთილის ფილიალიდან. გეზმოტორსი, როგორც უკვე იცით, არის ლიქვიმოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ეს არის მათი ახალი ფილიალი ვარკეთილში. კი ბატონო, აქაურობა რაღაც ტექ კომპანიის, ტექ გიგანტის ოფისს უფრო გავს ვიდრე ადგილს, სადაც ზეთს ცვლიან, მაგრამ დავაფასოთ, რომ მომხმარებელზე იზრუნეს ამხელა ხარჯი გაწიეს და ასეთი კომფორტული სივრცე მოაწყეს, მე კი გეტყვით ზუსტად სად არის ეს ადგილი. მოკლედ, ვარკეთილის ხიდებს რომ გამოცდებით, მაშინვე უნდა დაიჭიროთ მარჯვენა მხარე და აი ეგრევე სულ ნახევარ წუთში უკვე ხართ ძალიან დახვეწილ კარგ შენობასთან, რომელიც არის გეზმოტორსის ახალი ფილიალი ვარკეთილში. შეგიძლიათ მოხვიდეთ, შეიძინოთ ლიქვიმოლის პროდუქცია და მიიღოთ სხვადასხვა სერვისები, ჩემო მაყურებელმა უკვე იცით. მე კი დღეს თქვენთვის ძალიან საინტერესო ავტომობილი გყავს. ეს 2025 წლის ლინკენკო 09, რომელიც ზიკრის ბიძაშვილია და ისე გამოიყურება, თითქოს მთელი ზაფხულის სარდადეგები სოფელში გაატარა ბებიასთან. მაგრამ მიუხედავად ამხელა ვიზუალისა და წონისა, ამ მანქანით ანამ მიიღო მონაწილეობა ოფროუდის ფინალზე საქართველოში, მაგის შეყვარებულიც იყო და მესამე ადგილი აიღო. რაც საინტერესოა, მხოლოდ ბრონკომ და Toyota Prado-მ, ბოლოთაობის Toyota Prado-მ შეძლო ამ ავტომობილის მოგება და Toyota Prado-მ 0.3 წამით გაასრო მხოლოდ. ძალიან საინტერესო ავტომობილია და ერთია, რას უზავენ ანა და მაგის შეყვარებული ოფროუდის შეჯიბრზე, მაგრამ მეორეა, ჩემ ხელში რო ჩავარდება, მე რას უზავ. ეს ლისის დიაგონალებია და მოთხოვო ამ მანქანას იქასვა დაახლოებით იგივეა, რომ ნეიროქირურგს მოთხოვო შეშის დაჭერა. მის მოვალეობაში საერთოდ არ შედის, რომ ყველაფერი იცოდეს. მაგრამ ვიტყვა, რომ ცუდია, როდესაც ნეიროქირურგმა შეშის ჩეხვა იცის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 95%-ით მგონია, რომ ეს მანქანა იქ ვერავა, ამ მანქანას შევაგდებ იმ დიაგონალებზე და მანამ ვაფორთხიალებ, სანამ არ დავწმუნდები, რომ ნამდვილად ვერ არის. თუმცა, სანამ ნეიროქირურგს შეშის საჩეხად შევაგდებ, მანამდე ჩემს სენდვიჩს დავასრულებ და თან მოგიყვებით, რა მანქანაა ეს. ლინკენკო არის კომპანია, რომელიც ჯილისა და ვოლვოს გაერთიანების შედეგად შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ეს მანქანა არის დამზადებული Volvo XC90-ის ბაზაზე, აქ შეგხვდებათ T4 ტიპის ძრავა და 3 ელექტრომოტორი. 4-ვე ძრავა კომბინირებულად 555 ცხენი ზალას გამოიმუშავებს და საშუალებას აძლევს ამ მანქანას, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად აჩქარებადი დიდი ზომის SUV იყოს. ასევე იმის გამო, რომ ეს არის ჰიბრიდი და თან ჩინური, აქ არ აყენია ჩვეულებრივი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. თქვენ აქ შეგხვდებათ DHT, ანუ Dedicated Hybrid Transmission, რომელიც არის სამსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და უზრუნველყოფს, რომ შესაბამის ბრუნზე, ანუ შესაბამის აბაროტზე, სწორი ენერგიის წყაროდან წამოიღოს ძალა საბურავებზე. ანუ თუ დაბალი აბაროტებია, მაშინ მოაქვს ელექტროძრავიდან, ხოლო თუ მაღალი აბაროტებია, მოაქვს შიდაწვის ძრავიდან. და რადგან უკვე აგიხსენით თუ რასთან გვაქვს საქმე, მოდი გავუშვათ ნეიროქირურგი შეშის საჩეხად. თომასა, ეს არის Subway-ის ტუნას სენდვიჩი 4 მარცვლის პურით, რომელიც არის შავი. კიდე კაი დედა ჩემი YouTube-ს არ უყურებს, თორე გაგიჟდებოდა რომ დაენახა რომ ამდენი ხალხის წინაშე სენდვიჩია. ასობაში სენდვიჩის ჭამასაც მორჩი და პირველი ტესტიც დაიწყო. სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, არ ვიცი ამ მანქანას ბლოკირება თუ აქ საერთოდ, ხიდის წესს არ უნდა ქონდეს. რატო გაჯორდა? ოიცა ეგრე იყავი. მოდი. ამო. კაი. რაცა სხვა გზა უნდა მოვიფიქროთ. კარგი. აკედან წამოდი, აბა. პირდაპირ ვერ არის. როგორც ჩანს, ამას ხიდის ბლოკირება არ აქვს, არც დიაგონალების ბლოკირება არ აქვს. მაშინ ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ამ მანქანას ახლა ხელი ხომ უნდა შევუწყოთ, ეგრევე ხო არ რომ ვერ არის და მორჩა რა. უნდა ვეცადოთ ჩვენ. ამიტომ მოდი პროფესიონალურად მივუდგეთ საკითხს. რა წავედით? ჩემი ფეხები აზრი არ აქვს. კარგი. ხო, მართლა, აქ ეს 360 კამერა მაქვს, სადაც საბურავებისად გადის, მაგასაც ვხედავ და მანქანას ზემოდან ვხედავ. ეს უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი რაღაცაა.
აბა წავედით. არა. კაი, აზრი არ აქვს. ბლოკირება არ აქვს და მაგის გამო ვერავა, შანსი არ აქვს, ყველა ვაწვალებ. უბრალოდ მანქანას ვაწვალებ და მორჩა. ეს მანქანა Land Rover-ი რო არ არის, მაგაში დავწყვეტით. დავასკვენით რა, რომ ეს ავტომობილი აქ ვერ ადის, შემდეგი ტესტისთვის ვემზადებოდი, როდესაც ნივამ გადაწყვიტა თქვენთვის ეჩვენებინათ, თუ რა უნდა ექნა ლინკენკოს. აი არა, ნახე საბურავები რა შვება. არც დაუბუქსავები. რა დააბუქსავ? რა დააბუქსავ ეს ბლოკირების ხარჯზე, რა? ხო. მაგარი ტიპია. ეს არის მეორე ტესტი, მეგობრებო, იქ რადგან ძალიან რთულ ოფროუდზე, ძალიან არის ახლა ამ მანქანისთვის საოჯახო SUV-ისთვის ის ოფროუდი არის ნამეტანი, არ უნდა მოთხოვო, ვინც ოფროუდში ერკვევა, ყველა დამეთანხმება, რომ ამ მანქანას ის არ უნდა მოთხოვო. მაგრამ ეხლა მოდი გადავიდეთ იმაზე, რაც უნდა მოთხოვო. აქ ეხლა თქვენ ხედავთ გზას, რომელიც არის შედარებით უფრო მსუბუქი ვიდრე ის დიაგონალები და ასეთ გზაზე ჩემი აზრით, ასეთმა საოჯახო ავტომობილმა ნამდვილად უნდა იაროს, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ სოფელი თუ გაქვს, სადაც არ არის ტრასა ბოლომდე, სახლამდე, მაშინ დიდი ალბათობით დაახლოებით ასეთი გზა დაგჭირდება, ან როგორც მინიმუმ პიკნიკზე რო წახვალ იმ სოფლიდან სადმე, ან ჩანჩქერზე რო წახვალ, ბავშვებს რო ჩაისვამ და გზას რო გაუყვები, ისეთი ქვაღორღიანი გზა შეგხვდება, როგორც აქ არის და აქ არის ძალიან კარგი ქვაღორღიანი გზა, რომელზეც მინდა რომ ეს მანქანა გავტესტო. ახლა კი ამდენი საუბრის შემდეგ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ახვევენ ხოლმე ჩემ ვიდეოებს და გულიანად უყურებენ, მინდა რომ ძალიან კარგი რაღაც თქვა. ამ ვიდეოს თუ დაალაიქებ და დაწერ ნებისმიერ კომენტარს, მე თქვენ შორის რენდომაიზერით ამოვარჩევ ერთ ადამიანს, რომელსაც ვაჩუქებ უნდა 200 ლარიან სელუს ვაუჩერს, უნდა 200 ლარიან ქარუს ვაუჩერს. თუ მანქანა ყავს და ანზეთი შესვლა, ან შეკეთება რაღაცა უნდა 200 ლარიან ქარუს ვაუჩერს ვაჩუქებ და თუ მანქანა არ ყავს და უბრალოდ სელუზე გართობა უნდა 200 ლარიან სელუს ვაუჩერს ვაჩუქებ. როგორც იცით, ორივე არის ჩემი კომპანია და ჩემი თავი გენაცვალოთ მაქსიმალურად გავაკეთებ, რასაც შევძლებ ხოლმე. ასე რომ დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და დაალაიქეთ ვიდეო. ეხლა მე წავედი, მოდი ვნახოთ, რასაც უნდა გაუმკლავდეს ეს მანქანა, გაუმკლავდება თუ არა. Здорово, бандиты. წავედით ახლა გადავდივართ ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე ამ გზაზე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ არის ცუდი ზედაპირის მქონე ძალიან. კამერები ჩავრთოთ. იტყვის ახლა რა შვება თუ წამოვა. Meanwhile, Hello, my name is Kamil Habib Hibab. I am წამოვაბათ. 2 hours later. აბა ვნახოთ. ძალიან მაინტერესებს რა სიზმს. საკმაოდ საკმაოდ რთული გზაა. აქ ჩვენ ჯიტური გადავიღეთ, თუ გახსოვთ, ტეორი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ჩინური ავტომობილი. ოფროუდის ფინალზე კი გავიდა მესამე ადგილზე. კვარცხლბეკზე ავიდნენ ანადა და თუ ამ მანქანით, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ გაუვია. იქ ესეთი გზა არის. მსუბუქი უგზოობის ტესტს ამ პიტკუნა ბიჭმა თავი მშვენივრად გაახდა. ვინც ეს გზა იცის, რომ ასეთი ავტომობილისთვის ეს საკმაოდ ცუდი გზაა, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ასე არ ჩანს. მოდი ახლა გადავიდეთ სალონზე. მოკლედ, სანამ ახლა უკვე მესამე ტესტზე გადავალთ, რომელიც არის ტალახის ტესტი, მანამდე მინდა რომ ამ მანქანას შემოურბინოთ და რაღაც დეტალები გავიაროთ. პირველ რიგში, როდესაც ამ მანქანას შეხედავ, რაც გაგახსენდება არის ზიკერი. ბევრად უფრო მსხვილია ვიდრე ზიკერი, მაგრამ
ყველფერით წააგავს და არ შეცდებით, იმიტომ რომ ეს არის ზიკერის ბიძაშვილი. მაინც და მაინც არ უნდათ ამაზე ხაზის გასმა, იმიტომ რომ ესე იგი ლინკენკო ამბობს, რომ ჩვენო ჩინური კომპანია არ ვართო, ჩვენო head office-ის და შესამუშავებელი ავტომობილების ტექნოლოგიების შესამუშავების ცენტრიცო, კვლევის ცენტრიცო გვაქვს შვედეთშიო და ამიტომ ჩვენ არ ვართ ჩინური კომპანია. უბრალოდ ჩინური კომპანია გვფლობსო. ამას იძახიან. მაგრამ გინდა არ გინდა მაგას ვერ გაიქცევი, რომ ლოგოც ზიკერისას გავს და ფარები ზიკერისას გავს, ცხრით ზიკერისას, მოკლედ ზიკერს გავს, რომ სუკან ზიკერს გავს. 2 ტონა ნახევარია დაახლოებით ეს ავტომობილი, რაც ახალ ემხულზე ნაკლებია. ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ დაარქმევ პატარა მანქანას. საკმაოდ მძიმე ავტომობილია. ვიზუალი თავიდან მე სიმართლე გითხრათ არ მომწონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თვალი შეეჩვია, ანუ ეგეთი ვიზუალი აქვს რა, ჯერ არ მოგიწოდება, მაგრამ მერე თვალი შეეჩვევა. ნუ ჩემი გეუნების ადამიანისთვის. წინ მით უმეტეს არ მომწონდა, უკან კიდე უფრო რაღაცა თანამედროვე მანქანას გავს, ევროპულ მანქანას გავს. როგორი დიზაინი აქვს, იცი? ქუჩაში ვინც შეხვდა ამ მანქანაზე დარწმუნებით ვერავინ ვერ თქვა რომ ჩინური იყო, ანუ თლად ჩინურსაც არ გავს, მაგრამ ხვდები რომ ევროპულიც არ არის. კარების გამოსაღები აი ესეთია, როდესაც ახლოს მიდიხარ, ჭკვიანი გასაღები უნდა გედოს ჯიბეში, აი ეს არის. Let's go, რა თქმა უნდა. როდესაც ახლოს მიდიხარ, ეს გამოდის, მაგრამ ჩაკეტო რო გინდა, ეს შედის. ჩაკეტე ბიჭო. ეცა? აი ასე. და ნუ დააწვევი, ესე დაწვევით არ გამოდის, ხედავ? აი, ალიოშა, აქ ვართ. ჩინჩონჩი? მოიცა კაცო, ეს ხელზე არიკეტება და არიხსნება? არიკეტება და არიხსნება. აქ ეს ჟაბა აქვს, რომელიც სინამდვილეში ფარფლი არ არის, უბრალოდ ვიზუალურად რო ლამაზი იყოს, მაგით აქვს გაკეთებული. არ არის საჰაერო, რა ის საჰაერო პლასმასია მიტყეპებული შეჭი. პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირებაზე ყალბი პლასმასი არის. აქედან შეგიძლია რომ დატენო, არის ორივე დატენის საშუალება, სწრაფდამტენის და ჩვეულებრივი დამტენის და მეორე მხრიდან შეგიძლია რომ ჩაასხა საწვავი. ფარი საკმაოდ ელეგანტურია, უკან მე გითხარით რომ უკანა მხარე უფრო მოწონს, აქედან ლინკენკო აწერია. ნამდვილად ვერ ვიტყვი ახლა რომ ეს მახინჯი მანქანაა რა. ვიღაცეების აზრი იყო, მაინც გაგიზიარებთ რომ ეს უკან რო ანათებს თლიანად არ მოგწონსო, მაგრამ მე მასე ვერ ვიტყოდი. EMP რო აწერია, ეგ ნიშნავს რომ დატენვადი ჰიბრიდია, ანუ ელექტრომობილია და ელექტრომობილად ითვლება რა, სისტემა ეგრეა მოწყობილი, ასევე არის სრული შიდაწვიზრავიანი ავტომობილებიც, ესენი, რომელიც ჰიბრიდი არ არის და ელექტროს გამოდის რა, როგორც ვიცი. მაგრამ დიდად არ ჩავძიები ვარ, იმიტომ რომ მე ამ მანქანაზე ვსაუბრობ რა და ელექტრო არ მაინტერესებს. თუ გამოვა რაღაც ელექტრო და ეღირება რომ გაიტესტოს, გავტესტავ კი ბატონო, თუ არა და ამაზე ხა ვენების გადაჭრას მე არ ვაპირებ. თუმცა რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათთვის, ვისაც შეიძლება რომ ეს ავტომობილი დააინტერესოს, აქ გვაქვს 7 ადგილი, როგორც უკვე გითხარით და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს უკანა სავარძლები გადადის ელექტრონულად. ეს გადადის? ორივე ერთად არ გადადის, ხედავ? ეს საკმაოდ ნორმალურია. ელექტრონულად რო გადადის, ეგ საგულისხმო ფაქტია, იმიტომ რომ ბევრ თანამედროვე ავტომობილში ეგ ხელით გადასაწევია, მაგალითად ესკალერიც ეგრე ხელით გადასაწევი ქონდა. საკმაოდ დიდი ფართი იჩდება უკან, როგორც კი სიდენიებს ჩაკეცავ. მთლიანად საბარგულს არ გავს ეს ფართი, ანუ ისე იკეცება სიდენიები, რომ იქ ხვდები რომ სიდენიებია რა, სავარძლები უბრალოდ მაპატიეთ. იქ ხვდები რომ სავარძლებია, მაგრამ საკმაოდ დიდი ფართია და ეს ფართი შეგიძლია რომ კარგად გამოიყენო. აქ დაბლა არის დამატებით რაღაც მანქანის ნასოსი და რაღაცები რაც მოყვება, რა სისულელია გაკეთებული. ამას რო ააგებ, აქ არის ეს სათავსო, მაგრამ ამას ამოწევ და ქვემოთ კიდე სათავსოა, ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ამ სათავსოს რო ამოწევ, ქვემოთ მეორე სათავსო კი არ არის, ან ორივე სათავსოს ერთდროულად კი ვერ გამოიყენებ. უბრალოდ იმ სათავსოს არის ეს დაფარებული თავზე. ანუ იაფიღირდა რა პლასმასი და გაუშვეს რა ძმებმა. რა საჭირო იყო ვერ ხვდები, მაგრამ ოკეი. და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თანამედროვე ავტომობილებში უკვე დენსკვიტა გვაქვს აქ და შეგიძლია რომ აქ შეაერთო და რაღაცეები დატენო. ეგ არის და ეგ. წამოდი ახლა წინ სალონში გადავიდეთ, სალონზე გეტყვით რაღაცეებს, იმიტომ რომ საოჯახო ავტომობილში სალონი ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. სხვათა შორის დღეს სტუმრები ყავს ჩაწერაზე, გთხოვთ აჩვენოთ ჩვენი სტუმრები. გავიაროთ მანქანი და მოტაციხელი რომელიმეს და წავაყოლოთ. მოდი სალონზე საუბარი დავიწყოთ უკანა განყოფილებიდან, რადგან ასეთ ავტომობილებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკანა მხარე და ამ ავტომობილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ უკან არის ორი გაყოფილი სავარძელი, ანუ
ორივე მგზავრს თავისი სავარძელი აქვს, რომელიც ისეთი საკმაოდ სოლიდური ოფისის სავარძლის მსგავსია. აქეთა მხარეს არის მეორე ხარისხოვანი სავარძელი, მარჯვენა მხარეს, სადაც მანქანის მეპატრონეზის ხოლმე მძღოლიან მანქანაში უფრო მნიშვნელოვანი სავარძელია. და ეხლა აგიხსნით რა სხვაობაა მაგურ შორის. ეს არის ის სავარძელი, რომელიც ამ ავტომობილში ყველაზე კომფორტულია. გვაქვს ხელის დასადები, გვაქვს სავარძლის მართვის საშუალება და შეგვიძლია რომ წინ გზავრის სავარძელიც ვმართოთ. ასევე აქ არის მაგიდა, ანუ წაუმაიბახებს ცოტა ეს მანქანა. აქ შეგიძლია რაღაც iPad-ი დადო და იმუშაო. 100.000 საკმარისია. პატარა სათავსო, რომელიც ბევრ მანქანაშია და თითქმის არასოდეს ვიყენებთ ხოლმე და ერთი ძალიან კაი რაღაცა აქვს ამ სავარძელს. მარცხნივ და მარჯვნივ გადის. ეხლა ეს რატოა კაი? როდესაც ცოტა დიდი ზომის ადამიანი ხარ, კარებთან შეიძლება ფეხი გედებოდეს და მაინც და მაინც კომფორტულად ვერ გრძნობდე თავს. და ცოტა მარცხნივ რო გადის, ეს ფეხებს ორივე მხარეს ესე შლის, საკაიფო და ძალიან კომფორტულად ძიხარ. ამასთან, როდესაც ეს მარცხნივ გადის, უკვე საშუალებას გაძლევს, რომ ეს ზურგი მთლიანად გადაწიო და ჩვეულებრივად წამოწვევები და შეგიძლია რომ წამოწოლილმა იმგზავრო. მესამე რიგში გადასასვლელად ცოტა დაიბნევით თავიდან, როგორც მაგალითად მე დავიბენი. ესე აქ შეხვა. და მე აქედან გადახვა. ვაიმე დედა. ნიკი გადახვედი? აუ. აქედან მცადე გადასვლა, მაგრამ აქედან არ უნდა გადახვიდე მესამე რიგში. მესამე რიგში უნდა გადახვიდე აქედან. თუ დიდი ადამიანი ხარ, ფეხის მომტრევის ან ყუდუსუნის ამოგდების შემდეგ, ვაიმე. შეგეძლება უკვე რომ დაჯდე უკან. აქ არის ღილაკი, რომელიც ამას მარცხნივ და მარჯვნივ წევს, ახლა საბაზის წინა მაგიტუარიშლება. ეს ზურგს გავშლი. აქ გვაქვს cup-holder-ი. საკმაოდ ნორმალური მოცულობის ადგილი. იმდენად ნორმალური, რომ მეც კი ვეტევი. და აქ ვინმე პატარა ძმაკაცის ჩაეტევა. დავით. მაგრამ რომ გითხრათ, რომ ახლა 100 თბილისიდან ბათუმამდე ვიმგზავრებთ ხო, ვერ ვიმგზავრებ რა. პირველი იმიტომ ვერ ვიმგზავრებ, რომ საკმაოდ უხერხულად ვძივარ, დაბალია სკამი და ფეხები გაგზემოთ აწეული და რაღაც ესე ჩაკუზული ხარ, საბაზროდ გონია, იმენა სტრელკაზე გონია, რომ ხარ მისული. ალბათ უფრო ბავშვებისთვის არის ეს ადგილი და მეორე ცოტა კლაუსტროფობიული გარემოა აქ და ალბათ 5 საათიანი მგზავრობაზე არ გაგისურვება. მე ახლა მესამე ფეხებზე ვგიდია, რავი. საბჭოთა კავშირის ლიფტში ვარ გაზრდილი რა. აქ კი არა, იქ გავჩერდები, თუ საჭირო გახდა გვირაბში ვიცხოვრებ, მაგრამ ნუ პატარა თანამედროვე ბავშვებს ალბათ ცოტა შეიძლება კლაუსტროფობიული რაღაცები დაემართოთ რა, იმიტომ რომ მაინც უკანჯი ხარ და უჩი. მოდი ახლა ვისაუბროთ სალონზე. პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ ჩემთვის აქ საკმაოდ კარგი ზომის ადგილია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ Cadillac Escalade-ი დიდი ადგილია, მაგრამ დაახლოებით X5-ის ხელა ეს ავტომობილი შიგნიდან. ტყავი არის საკმაოდ ხარისხიანი, ჯილში იძახიან, უпроსტად ლინკენკოში იძახიან, რომ ეს არის ნაპას ტყავი, ზუსტად იგივე დონის ტყავი, რაც არის Volvo-ში, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ვეთანხმები, თუმცა ძალიან რბილია, აი, ხელს რომ მოკიდებ, აი გაგისწორდება, ისეთი რბილია. თანამედროვე Mercedes-ებში ესეთი რბილი ტყავი მე მგონი არ არის, ეხლა აქ ნამდვილად არ მაქვს რომ შევადარო 22-25 წლის Mercedes-ი, მაგრამ ბანძს ამ ტყავზე ნამდვილად ვერ იტყვი. საკმაოდ რბილი სავარძელია, მე მაგრამ მისწორდება, ალბათ ასეთი რბილი სავარძელი თანამედროვე Mercedes-ებში არ მახსენდება სადმე იყოს, Maybach-ს არ გულისხმობ რა. Mercedes და BMW-ში, აი დაახლოებით X5-ის დონის სირბილი აქვს ამ სავარძელს. თუმცა რატომღაც მაინც მთელი დღე რო ივლი, ყუდუსუნი ბოლოში მაინც გეღლება რა. აი ცოტა გეღლება, მაგრამ სავარძელი ძალიან რბილია. და რაც მომწონს არის ტაბურეტკა სავარძლებს რო ეძახიან, განიერი რო ამოწეულები რო არ აქვს, ეგეთი. ეხლა ეს რატომ მომწონს? სპორტული სავარძლები Mercedes-შიც მეყოფა და სპორტულ მანქანებშიც მეყოფა რა. სულ ეს სპორტულ სავარძელში ყოველდღიურად ჯდომა არ მინდა. და Prado და ეგეთები პოპულარული კიდე იმიტომ არის, ეხლა ბევრს ეგ არ ესმის, რომ ისეთი სავარძელი აქვს, სადაც დიდი წონის ხალხი კომფორტულად ეტევა. და ეს არის ზუსტად ეგეთი სავარძელი. ანუ ასეთ საოჯახო ავტომობილში მე ვფიქრობ, რომ ასეთი სავარძლები უნდა იყოს. ყველაფერი ერთი ხელის გაშვერაზია, აქ რომ Volvo-s გამოცდილებაა გადმოტანილი საკმაოდ ეთყობა. გავს კიდეც ასე თუ ისე Volvo-s სალონს, ეს სალონი გადაცემათა კოლოფის ბერკეტით მიხვდები ყველაზე მარტივად რომ Volvo-s სალონს გავს 360 კამერის ჩართვა აქედან შეგიძლია და შეგიძლია რომ ათვალიერო ზუსტად რა საად როგორ ანაირად ამის დატრიალებაც შეგიძლია
აქ შეგიძლია კამერები აირჩიო, რომელ კამერაზე გინდა გადაერთოს და პირდაპირ გადაერთვება. რო გითხრათ, რომ ახლა კამერების ხარისხი გადავირიეთქო, არა, მაგრამ საყმედურს ნამდვილად არ ვიტყვი. ამაზე მეტი უკვე რავი, პორნოს უყურებს ხალხი HD-ში და დიდი ამბავი ახლა მანქანას უყურო, არა 4K-ში, ხო? იმის გამო, რომ ეს არის ჩინური ავტომობილი და Volvo-s მენიუს პირდაპირ ვერ გადმოიტანდნენ, აქ გვხვდება შედარებით უფრო რთული მულტიმედიის მენიუ, რომელიც თავიდან მაინც და მაინც კომფორტული არ არის. მაინც და მაინც კი არა ვიტყოდი, რომ კომფორტული საერთოდ არ არის. თუმცა ახალი გამოცდილებაა, რომელთანაც მიჩვევა დაგჭირდება და რომ შეეჩვევი მე შედარებით მარტივად აკეთებ. მაგრამ აი რამდენიმე დღე რა გექნება, იცი რომ აი ხო მუსიკა მინდა მოიცადე, სად არის? აქ არა, აქ არა, აი აქ არის, ხო? და დაწვი გადახო. ჯერ ამანქანას Apple CarPlay არ აქვს, მაგრამ როგორც თქვეს Link&Co-s წარმომადგენლობაში, მალე ექნება Link&Co 06-ში უკვე არის Apple CarPlay და ამაზეც უკვე მზადაა Apple CarPlay და ძალიან მალე ჩავწერთ, ანუ პროგრამული განახლების ამბავია და Apple CarPlay ექნებაო. ნუ დანარჩენი ახლა ვერ გეტყვით რომ რამე აკლია, იმიტომ რომ ტელეფონს აკავშირებ, ზარებს პასუხობ, მუსიკას რთავ, ყველაფერს აკეთებ, უბრალოდ Apple CarPlay არ აქვს და შენი Google Maps-ის რუკას ვერ გადაიტან ამაზე. თუმცა ეგ არ არის ყველაზე ნერვების მოშლელი რაღაც, რაც ამ ავტომობილში შეგვხვდება მულტიმედიასთან ურთიერთობისას. ყველაზე ნერვების მოშლელი ერთ-ერთი რაც არის, შეგვხვდება როგორ რეგულირდება საჭე. აი დაჯექი და საჭე გინდა რომ დაარეგულირო. მოდი ახლა უკეთესად რომ გამოჩნდეს ეს ყველაფერი, საბას ვთხოვ რომ დაჯდეს და საჭე დაარეგულიროს, არის ის საბამ როგორ რეგულირდება საჭე და ახლა გაჩვენებთ როგორი გამოცდილებაა პირველად რომ მაგას აკეთებ. საბა! ძმურში მოდი. ნუ გეჩქარება ძმა. ჩავიწერ 3 საათს. საბჭო. დაჯექი ძმურად მანქანასთან. საჭე გაასწორია, სწორია. არა, მაგას არ ვიდავ, მოირგე. ჯერ სკამი უნდა გავასწორო მაშინ. ეს ზევით კვივითადის? ხო და მოირგე, აბა. სადაც? მიდი, აბა, თუ იპოვე. მექანიკურია? არა, მექანიკური არ არის. ხა ეგ დავიკარგები რომ შევიდე. მენიუში აქვს საჭის გასწორება. გადაო. ხვიჩა და გოჩაში რო არა? ხო. საჭის გასწორება არის. მე გასწავლი უცქირე. აგერ მანქანაში შეხვალ. მერე გადახვალ. აქ არა? რამდენი ენა? აქ. არა. აქ. ხო, აი აქ. და აგერ არის საჭე. და როდესაც მაგას გახსნი, ანუ სეტინგების ფანჯარას, მე ამით არეგულირებ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უაზრო რეგულირებაა საჭის, რომელიც მანქანებში შეხვედრია. ტექნოლოგია. ტექნოლოგია. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. ტექნოლოგიებიდან კიდე აქ საინტერესო რაც არის და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის, რომ როდესაც კლიმატის მართვაში გადახვალ და ავტოს დააწვევი, აქ დაგიწერს პატარაზე AI-ს. ეხა ეს რას ნიშნავს? ავტომობილის კლიმატის კონტროლისთვის გამოყენებული აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც განსაზღვრავს რამდენი ადამიანი ზის ავტომობილში, რა ტემპერატურაა გარეთ, რა ტემპერატურაა ავტომობილში და მაგის მიხედვით ასწორებს დაბერვის კუთხეს, დაბერვის სიძლიერეს, ტემპერატურას, რა ტემპერატურითაც უნდა დაუბეროს და ზოგადად რამდენად უბერავს რა ამის შემქმნელი. იმიტომ რომ რა საჭიროა ეს დედა აფეთქებული დააყენე ღილაკებზე რა და წვები ავტოს და ავტომატურად უშვებს. მაგრამ არა, აქ არის AI. და ნუ, ოკეი. სავარძლების გათბობა გაგრილება გაქვს, გიქიქინებს საკაიფოდ ზურგში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასიამოვნო ოფცია ამ ავტომობილის, მე რაც მომეწონა, გაქვს მასაჟი. აუ და თან საკაიფო მასაჟი გაქვს, იმენა გრძნობ. აი იმდენად დასწორებს ეს მასაჟი, რომ სიარულისას სულ ჩართული მაქვს. ძალიან ასწორებს. აქ ახლა ზედმეტი რაღაცეების საუბარი აღარ მინდა, დანარჩენი უკვე მართვაში უნდა მოგიყვეთ. თუმცა, სანამ მართვაზე გადავალ, მანამდე მინდა რამდენიმე ადამიანი ჩავრთო ექსპერიმენტში და გავარკვიო სხვები რას ფიქრობენ. ერთი პატარა უცნაური ექსპერიმენტი მოვიფიქრე, სადაც 2 ადამიანი ჩავრთე. და მოდი ახლა ვნახოთ რა გავაკეთე. და არ დაგავიწყდეთ, არ გამორთოთ ვიდეო, იმიტომ რომ ბოლოს უკვე ტალახში ტესტი გვექნება და ამ ტბაში შევალთ ამ ავტომობილით. წავედით. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ნიკა, მოიცადე. ეს არის ნიკა, გაახელე თვალები, უკან არ გაიხელებ თავარია. ეს არის ნიკა, ჩემი დიდი ხნის გამომწერი და უკვე შეიძლება ითქვას მეგობარიც. ეს სხვათა შორის ის ადამიანია, ეს კობრას ხელით თავისი დახატული რომ აჩუქა ნახატი, მაგრამ ეხლა რატო მოვიყვანე ნიკა და რატო ეფარა პლედის ახალს. პირველ რიგში საძილე ტომარა ვერ ვიშოვეთ, რა უბედურება აქვს ქვეყანაში არ არის საძილე ტომრები კი არა და მასკები. შემოიტანეთ საძილე მასკები.
კი, ვერ ვიშოვეთ ვერსად და მოკლედ, არ უნდა დაინახოს რა მანქანა. არ იცის რა მანქანას ვიღებ. ეხლა ჩამოვაფარებ ამას სახეზე, მივიყვან ჩავსვა მანქანაში, გავივლით და მისი აზრით რა მანქანა უნდა თქვას. აჰა, წამოდი ნიკუშ. დაჯექი, ამასობაში მაგრა გაწვიმდა. აი არის. კაი, მოკლედ, ეხა დავიძრათ, რავი, ნიკამ არ იცის რა მანქანაში ზის. დავიძრათ და ნახოთ რას იფიქრებს. სანამ დავიძრები, შეგრძნებებზე ილაპარაკე. რას პირველ რიგში რა შეამჩნიე ეხლა რა ჩაჯექი? პირველ რიგში დაქოქვის ხმა არ იყო, ან ჰიბრიდია, ან ელექტრო. კი ბატონო. მეორე რბილია საკმაოდ. რა, მანქანა თუ სავარძელი? ორივე. სავარძელიც ნორმალურად რბილია და კარგად დადის. მოდი ახლა აბა გავიაროთ და შევხედოთ რამდენად რბილია მანქანა. რატომღაც მგონია რომ ოდნავ მაღალი მანქანაა. ან SUV ან რაღაც მასეთი. აჰა. სირბილეზე რა სიტყვი? რბილია, ეთყობა მაღალ პროფილზე დგას ოდნავ. სხვათა შორის რო იცოდი, ახლა ძრავი არის დაქუქილი. ეგეც დაგეხმარება რა. აი, წავედით სულზაზე, აბა ვნახოთ. პლასმასის ხმები არის მის აწყობის ხარისხი მგონია რომ კარგი ექნება, იმიტომ რომ არ ბრაგუნებს. კიდე აჰა, ძალიან დიდი ამას ჩავარტყით. დაკიდების სისტემაც ეთყობა რომ კარგად მუშაობს. აჰა, იამე იმენა იამებზე გადავიარეთ, ახლა შენ ვერ ხედავ, მაგრამ ძალიან იამებზე გავდივართ. სირბილეს 1-დან 10-მდე რამდენი შეაფასებდი? თუ აი, ოღონდ იცოდე რომ ძალიან ცუდი გზა ჩამოვიარე. ალბათ 900-ს დაუწერდი. სირბილეში 900-ს. კი. ოკეი. ის ერთი დავტოვოთ. ხმის იზოლაცია? მოდი ახლა მაინც პანჯარას ჩავწერო, დაინახო ხმის იზოლაცია როგორია. კარგია. რამდენს 1-დან რამდენს დაუწერდი? ალბათ 6-7. ჩემ მეგობარს ყავს S კლასი და ალბათ S კლასს შევადარებდი სირბილით რა. ანუ S კლასის დონის არის სირბილით? კი. რომელი S კლასია? 221 მე მგონი. აჰა, 200. ნუ გაირბილი S კლასი რომელიც არის. აი, შენი აზრით რა ბრენდია? რაღაც მგონია ჩინური ბრენდი იქნება სავარაუდოდ. რატო გონია ჩინური? ნუ ასე კარგად ჩინური დაახასიათე? კი, რატომაც არა. ჩინური ბრენდი გონია? კი. კი, ჩინურია. კი ბატონო. მქონდა ერთი რამოდენიმეჯერ ჩინურ ბრენდებთან შეხება და ვიცი და მაგიტომ შენი აზრით რა ეღირება ეს მანქანა? აი ესეთი მაღალი ხარისხის, ესეთი რბილი, ესეთი ჩუმი. რა ეღირება შენი აზრით? ალბათ $30,000 ფარგლებში. ნუ არა, ეს ძალიან პრემიუმია, ჩინურისთვისაც კი. ხო. კი, ეს ძალიან პრემიუმია. ლისანია? მოიხსენი. შენ ახლა ზიხარ ლინკენკოში, რომელიც არის იდეაში ჩინური ქვია, მაგრამ არის თავიდან ბოლომდე Volvo XC90, ძრავიც იგივეა, უბრალოდ ჰიბრიდული სისტემა აქვს ლინკენკოსი გამოყენებული. დაკიდება აქვს, ეს არის EMP, ანუ მაღალი დონის დაკიდება აქვს საკმაოდ. და ღირს $48,000 თუ $50,000, რაღაც ეგრე რა, $50,000 ფარგლებში. ჩათვალე რომ Volvo-ში ზიხარ რა ფაქტობრივად რა. რა სიტყვი აბა? ძალიან კარგი მანქანაა, ეხლა მე ვნახე ანას და დათოს ტესტ-დრაივი. ანას და მაგის შეყვარებულის ხო? კი. უცხოური ტესტ-დრაივებიც ბევრი მაქვს ნანახი. მეყვარს ეს თემა უყურებ ხოლმე ხშირად და რავი ძალიან დადებითად იმის გათვალისწინებით რომ ჩინელები არ არიან ძალიან ტანმაღალი ხალხი. ხო. უკან და მესამე მწკრივშიც ხშირად უფრო მეტი ადგილი აქვს ვიდრე თქვათ ევროპული ბრენდების ავტომობილებში. ეგ ძალიან სწორად თქვი შენ, საღო. ეგ ძალიან სწორი მიგნება და ბიჭო რა ან ხელი მოკიდე ხალხს პროსტა უთხარი. აი ხალხს გონია ხოლმე რომ ჩინურ მანქანაზე კარგს რო ვიძახით რა, ნებისმიერი ტესტ-დრაივერი ფულს გვიხდიან და მაგით ვიძახით კარგს. აი ხელი მოკიდე რომელი ნაწილი, აი ხა ჩამოთვალე, ამდენი ნაწილია, ხო? არის ტყავი ნიკუშ, ეს ტყავია, არის მონიტორი, არის ეს, ხო? რომელი ნაწილი ჩამოუვარდება
BMW-ს ან Mercedes ხარისხით. არც ერთი არ ჩამოვარდება და იმიტომ რომ ისედაც ჩინეთში იწყობა. წარმოება იქ ხდება. შესაბამისად იგივე არის, ვთქვათ, ალკანტარა თუ ჭერზე ალკანტარა აქვს, იგივე არის, რაც BMW-ში, Mercedes-ში, ან შეიძლება უფრო მაღალი ხარისხიც. რა ჩამოუვარდება BMW? მე ერთი მგონია მარტო. ნახე, მიუხედავად იმისა, რომ იძახიან, რომ ესო ძალიან მაღალი ხარისხის არის და მაგიტო ეგეთიო, ეს არ მომწონს. ნახე, როგორი ფაქტურა აქვს. ხო. აი ბიჭო, როგორი ფაქტურა აქვს? იცი, გეგონება იაფიანიაო რა. მაგრამ ბილია, კი. ალბათ ეს იმიტაცია რო აქვს სტროჩკის და იმის, აქეთ ხო, აი მაგიტო, თორე ბილი არის, იმას კი არ ვიზახი, რო არ არის. აი პროსტა ეს დახეთქილების იმიტაცია რო აქვს და ალბათ ერთი ისიც უპირატესობა აქვს, რომ დიდხანს გაძლებს ეს. რატო გაძლევს დიდხანს? რაც ისეთი რეზინები უფრო დიდხანს ძლევს ხოლმე? ხო და ჩუმია უფრო. ხო, ბაზარი არა. შვენი ნახე როგორი ნაკერია, ამას შეხედე ბიჭო. მაგრამ ამან რაღაცა მანქანას ვიღებდით, ნაკერს რო შეხედე გული გამისკდა. კი, ბევრ პრემიუმ ბრენდებში აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეს რაღაც ნაკერი ისინი ის ასე. შო, ეგ მაინტერესებდა, ჯიგარი ხარ. ეხა მე სოც უნდა ჩავადგე იმასთანაც იგივე ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ რა. და პროსტა ხალხს კიდე მინდა ვკითხო, რომ აი სირბილე და რაღაცა. მადლობა ძალიან დიდი ნიკუშ. მადლობა შენ. ოქროს კაცი ხარ. აი, ხო ნახდა არიცოდი რა მანქანაში ჩდებოდი. აი, ხო, აი მენა კაცურად რო ვთქვა. ნუ ეჭვი მქონდა რომ ჩინური იყო, მაგრამ რომელი იყო არ ვიცი, იმიტომ რომ ეხა დღეს უკვე ბევრი ბრენდი შემოვიდა. ზიკარიც იყიდება, ესეც. ზიკერის ბიზაშვილია სხვადასხვა. ხო, BYD დიზაინი ძალიან გავს. კი, გასუქებული ზიგერია, კი. კაი, მადლობა ძალიან დიდი. ეხა კი მოდი ჩვენ ისევ დავბრუნდეთ ჩვენ ტესტებზე. მოკლედ, მეგობრებო, ეს არის ასააკი რა, საზოგადო მოღვაწე. ნუ არა, სოსოა. თავზე გადავაფარე, ეხლა ვერაფერს ვერ ხედავ, ხო? რას მოხედავდი, ვერა. ვერ ხედავ და მაგარი ვეღარ ცუნთქავ. მომენტე, მოკლედ. ეხლა მოვიყვანე ისეთი ბრენდის ავტომობილი, რომელზეც შენი აზრი არის ძალიან საინტერესო, თუ არ გეცოდინება რა ბრენდის ავტომობილია რა. ეხლა მინდა დაჯდე მანქანაში, ჯერ პირველი ის მითხრა, რა მოსაზრებები გექნება. თავზე რომ მობული გაქვს და მიგათრევენ. ხო, პირველი მითხრა რა შთაბეჭდილებები გექნება და მე გაგატარებ უკვე და სიარულიდან. ხო. მეცადე, მიდი, აწიე ფეხი. აი მატერიალებზე რა სიტყვი, რაღაცაზე რა, პირველი რაც დაგჭირდა შთაბეჭდილება რა სიტყვი. ეს ერთი შეხებით რასაც ვეხები? ეს ყლეობა. ერთი შეხებით რასაც ვეხები? გვინდა ვიყოთ ტყავი, მაგრამ მაგდენი ფული არ ქონდა შთაბეჭდილებას მიტოვებს. არა და ამ დროს ნაპას ტყავზე ხარ. შეიძლება თავარი ერთ-ერთი. აი, სკამი ძალიან რბილია. სკამის სირბილეს რამდენი შეაფასებდი? მოდი აბა გავიაროთ და სიარულით შეაფასე. მატერიალების ხმაურზე რა სიტყვი აბა? სალონი არ ხმაურობს აშკარად. ესე იგი აუდი არ არის, ხო? ახალი მანქანა, ეგ ეთყობა ეგრევე. აი ხარისხით რას გავს, რაც ყოლია აქამდე. ბიჭო, ნახე აი როგორ შთაბეჭდილებას მიტოვებს. იცი ახლა გაზის პედალზე რო ფეხი დავადგმები და ოდნავ წავიდე, უფრო მეც გეტყვი რა, მაგრამ აი როგორ შთაბეჭდილებას მიტოვებს. იცი რომ ახალი მანქანა, ანუ ისე არის შექმნილი რომ ჰაეროვნად უნდა იაროს, ჩანაფიქრი ეგეთი აქვს. და აი შენი აზრით რა მანქანაა ეხა ეს? რაღაც ჩინური, რაღაცა ჩინური, ხო? რომელიც სადაც რო პრემიუმს მიამსგავსო. ნუ ჩინური მანქანაა, კი ბატონო. ვოლვოში ზიხარ ახლა ფაქტობრივად შენ ოღონდ ჩინურ ვოლვოში. პოსტარია? არა, XC XC90 არის. მოიხსენი ბარე? პოსტარი, ხო? არა. იდეაში დაახლოებით. ეს რაღა. ლინკო. ოკეი, გასაგებია. ამას ახლა თავარი პლუსი რა აქვს, იცი რომ ჩუმია. სავალი ნაწილიდან არაფერი არ გეცს, ახალია მანქანა. მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სირბილის პატარებელი არ არის, რბილი არის. ოღონდ პირობითად ახლა სულ ახალი მარტივად რო ვთქვათ, რამდენი დისკებზე დგას? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. 20-იან იდეაში როგორც უნდა დადიოდეს 20-იან დისკზე, ახალი პრემიუმ კლასის SUV ისე დადის. ხო, მაგრამ პრემიუმ კლასის SUV ღირს 120 ბიჭო. კი, ეს ეყრება ალბათ 50. ზუსტად 50 ის. ჩინეთი იგრძნობა, რა ჩინური სული იგრძნობა ჩინ. ერთ რაღაცაში ვერ ვემთხოვით მე და შენ ახლა აქ რა. მე ვთქვი რომ ძალიან რბილია და ასეთი რბილი სხვა მანქანა არ მახსენდება, რომ ისეთი ასეც ვიძახი რა და Rolls Royce-ის მე იდეაში ასეთ რბილში არაფერი შევიდა. პატარა ზომა, ხო ანუ ეს არის რა. 7 კაციანია რა არის პატარა ზომა. ბიჭო, ისე ვძივო რა, რენჯის ზომა არ არის აშკარად. რენჯზე პატარა, X5-ის ზომა.
X5-ია ზუსტად. ანუ სტაბილურობა ისეთი რჩება შედარებით, ანუ აქაც ვიწრო ძივა რა. და პასკამის ჩაძევად წადი ბოლომდე დავლა და ვაფშე აღარ მეც მეტი დავლა. მეღადავები არა სკოლის მოსწავლეს ავიძვია რა. გაწია უკან. უკან შეიძლება წავიდეს, დაბლა არ მიდის. დაბლა აღარ მიდის? არა, აგი ვეწოლა. რა ხელა ხარ ბიჭო? მოიცა ერთ რეინჯი ამაზე დგანიერია? კი, და რეჯი აგზივა როგორ იცი ფერბურთაბაჭო. მართლა ბიჭო? ხო, არა შედარებაც არ არის. ეს არის როგორი ტიპი, იცი, აი მაკანის სალონში როგორ ძიხარ ეგრეზე. შენი Range Rover-ი ამაზე რბილია? ბიჭო, სირბილი თითქმის იგივეა. თითქმის არა, იგივეა. უბრალოდ ჩემ Range Rover-ს ეს არის, რა ქვია. 15 წლის არის და სავალ ნაწილში ხელი არ დაგვიდია, რაც ჩამოვიდა, ცოტა ფლაყა. ეს ხო ის ამისგან განსხვავებით. ხა X5-ის სკამი უფრო რბილია თუ ამისი? G30 ხა ჩემს ვაკაც რაც ყავს. იმისი ესეთი რბილი არ არის. ბიჭო, სირბილეზე ანუ მაგას სკამის სირბილი ტრაკი რო ბალის ეგიდებს თითქოს რა, ეგრე არის X5? და ეს კომფორტ სავარძეს არ ჯობია არაფერი. იმიტომ რომ რაშიც ვжდა, ეხა აქაც უკვე ისე ვარ რა, ანუ როგორ ახსნა. თითქოს ლამაზია, კაია, კომფორტულია, მაგრამ ტაბურეტკაზე ვზივარ რა. ეგ შეიძლება ტაბურეტკაზე ზიხარ. ამოწეულები არა აქვს გორეზე. ხო, მაგას თუ იძახ. ეს არის და აი შუაში მაჭერს, მაგას გძრობ. იმას ესეთი ფორმა რო არა აქვს, მაგას იძახი, ხო? ხო, ანუ აი ეგეც როგორ გამზე ვარ, ზიხარ. იცი, 163 მბ-ში რო ვიჯექი. ხო, ეგეც გამზე ზიხარ. კი, მაგრამ რბილი სირბილეზე ძალიან რბილია და ეგ გამისწორდა მე. იმიტომ რომ ზიკერის ბიზოში. ხო და დიდია და ეგ გამიკვირდა რო თქვი რომ ვერ ვეტევია. პაპო, მოდი აბა შენ რა სიტყვი? თავარძელი ეს უფრო რბილია თუ G30 X5-ის? არა, სულთან შეჩება. სირბილით ბევრად რბილია ეს. სკამი? კი. X5 სერბილი არ არის? იმენა სირბილი სირბილი არ კი. ხელს რო ადებ კი? ტრაკითაც რო დავჯექი. გავახარ. თენგის. მოდი ერთი შენი აზრი მაინტერესებს. მარტო ერთი რაღაცა თქვი გიო რა, X ჯობია არა. ჯობია არა ის კიდე. რბილი რომელი უფროა? მარტო რბილი. ეს თუ G30-ის? ეს უფრო რბილი. ხო ეგ უფრო რბილია. ძმობას გაფიცებ. ანუ ის ხელი ტრაკი აქვს და მაგიტო ვერ ვძინავს. ხურბილია ზა. საიდან მოიტანა რომ G30-ის უფრო რბილია, ვერ გავიგე. ბიჭო, არა და გორი შოკოიფო. ხო ზოგა ის კავია. ცოტა საზურგი აქვს მე მგონი ისა, რა ქვია. განიე ესე ტაბურეტკა. ხო. ხო, ტაბურეტკა არის კი. დანარჩენი საკუთარი. ტაბურეტკა სპორტული არ არის რა, იმენა სუკანი ხალხის კი კავია. ბატონო. თვითონ რბილია. ეს ხო, შეხედა და იქ რო კი, ზურგი ორი არ წუთი უარი. გავიარე წეღან რა. აი ხა რა გამატარა, ხო? აი შუაში ტრაკი ამტკივდა იმე. გეგონება ტაბურეტკაზე ვზივარ ეგაში განსთა გამიშთა, როცა X-ის კომფორტ მთელი დღე რო ვიარო არაფერი შეგრძნება არა. წამოდი დაჯექით ბრაცი ერთი, მაგრამ მაინტერესებს. შეიძლება მოვდივარ. ძმაკაცი იძახის რომ ესო უფრო რბილი არ არის ეს მანქანაო, ვიდრე Range და X-იო და აი პროსტა გავიარო და მაინტერესებს შესნად მაგაში ვერ თანხდებით მანქანის სირბილი ხო. ესაუბარი? ატუშკებზე თუ ამორტიზატორი? ამორტიზატორებს. რეზერვილი არა. რეზერვილი ვერ იქნება. არ არის. არა. ამას იმსო ჩევადა. მე ძალიან ძებია და მაგიტო. აი ამებს ეხლა რასაც ისე ჟოსტკად გრძნობთ, იმაში არ იგრძნობთ საერთოდ. აქ წინ მასაჟიც აქვს. დუტი გაცვია. არა, რა დუტი მასვია, ჩემი. ხო საკაიფო მასაჟია ბიჭო, ბიჭო. პაპო აქაც ერთი რა და მე იხავრი ზო. ბიჭო კი საკაიფო. აი ნახე, თავზე ნიღავი მეკეთა რო თქვი რომ გაკეთებული აქვს ისე, რომ ახალმა მომხმარებელმა იყიდოს, მაგრად გაუსწორდეს და უწელში რა იქნება, მომუზნაეთ. კი ეგ ბაზარი არა. აი კაკრას მაგას ვიძახი მეც რომ 200.000 მე მაინტერესებს ეს როგორი იქნება. ანუ იმას არ მიესალმები რომ ჩინეთმა წაგლეკა, არა წაგლეკავს. სხვა გზა არა. და მე რა მოხდება რომ 5 წელიწადში მანქანები აღარ ივარგებს? ესენი? ვეიტ. არავინაც. ანუ ნახე ახლა მე რაც ვამბობ რომ ან ივარგებს ან არ ივარგებს, ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი იქნება ჩემგან ნათქვამი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს 5 წელიწადში რა იქნება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემ ვიდეოს გადახვევის გარეშე უყურებენ, რომ შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი, ნებისმიერი, დაალაიქო ვიდეო და მიიღებ რენდომაიზერით ამოვარჩევ და ეს ერთი ადამიანი, ვისაც ამოიღებს რენდომაიზერი, მიიღებს 200 ლარიან ან სელუს ვაუჩერს, ან კარუს ვაუჩერს, რომელიც გაგეხარდებათ თქვენაირჩით. ახლა კი მეგობრებო არის უკვე ბოლო ტესტის დრო და ბოლო ტესტი გულისხმობს რას? იმის გამო, რომ ეს არის საოჯახო SUV, მე და საბამ ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ შეიძლება რომ ტბაში შესვლა დაგჭირდეს, როდესაც პიკნიკზე ხარ წასული. ხა პიკნიკზე რომ მიდიხარ,
ნახეთ, შეიძლება თავიდან ცოტა გიჟურად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც მიდიხარ პიკნიკზე და მიყავს ოჯახი, ბავშვები, დიდი ალბათობით მიყავს ძაღლიც. და ძაღლთან თამაშისას შეიძლება ბავშვმა ძაღლის საყვარელი ბურთი გადააგდოს ტბაში. და ძაღლს ხო არ შეუშვებ ტბაში, შეუნდა შეხვიდე მანქანით, ხო? ანუ ლოგიკურია, ეხლა მე მგონი ამაზე არავინ არ ვდაობთ რა. ამიტომ ეხლა მოდი გავტესტოთ, და შევხედოთ, რამდენად შეიძლება რომ ამ მანქანით შეხვიდე ტბაში შენი საყვარელი ძაღლის საყვარელი სათამაშოს გამოსატანად. წავედით. დავჭი ბოლო ტესტია, ხო საბა? არ რჩებით ან გავდივით. ეხლა უნდა ავარჩიოთ მაქსიმალურად ისეთი, რომ ამ მანქანის შესაძლებლობებით სწორად შევაფასოთ, იმიტომ რომ 7 ადგილიანი საოჯახო SUV-ია და რისკადაც რო იღირდეს. მაქსიმალური საბურავი, საიდანაც ვარ შეასვლელი არის ეს, ხო, ჩვენი კალია. აქედან რო შევიდე მარჯვენა საბურავით, უკვე მე მგონი საინტერესო იქნება რა. ერთი 50 სანტიმეტრით აქეთ არის და 50 სანტიმეტრი ამ ტალახში და ლაფში მაგარი პიზდეც. ესე გადავაჭრი რა. თუ არა და ნივად გაასეგე. ან ამომიყვანე ჯგუფში დავპოსტავთ, დავაი. რაც შეეხება მართვას. მოდი ყველაფერი გავიაროთ მარტივად ზედმეტი მოკიბვის გარეშე. პირველ რიგში, ეს მანქანა არის ჰიბრიდი და მისი აჩქარება მეტწილად დამოკიდებულია ელექტროძრავებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აჩქარებისთვის, რომ მანქანა იყოს დატენილი. ანუ ეს ავტომობილი დატენილი და დამჯდარი ელემენტებით საერთოდ სხვადასხვანაირად დადის რა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ორი სხვადასხვა მანქანაა. იმიტომ რომ როდესაც ელემენტები აქვს, საერთოდ სხვანაირად ჩქარდება, როდესაც არ აქვს, საერთოდ სხვანაირად ჩქარდება. ასე რომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. სვლის კომფორტს რაც შეეხება, ძალიან კომფორტულია. აი, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მანქანაა ალბათ, რომელიც 2025 წელს გამოდის. ამაში დაუწერდი 10-დან 800-ს. ძალიან თავისუფლად, მყარირვიანი იქნება ესეთი რა. მანევრირებადობას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ არა ამ მსუბუქი მანქანა, როგორც ახლა 7 ადგილიანი ავტომობილი უნდა იყოს, საკმაოდ მანევრირებადია, არ უჩივი ნამდვილად იმას, რომ ტლანქია და გადმოტანა მეზარება. აი მაგალითად, უკეთესად რომ აგიხსნათ, რას გულისხმობ. აი ემელი ხო ტლანქის ატარებელია, ან თუნდაც პრადო. მოსახოს რო დაინახავ და უკვე რო გეზარება რა, აი რო გონია რომ მე შოკი წამოხკი და ვიღაცამ და ის უნდა გადააგდოს სადღაც. ეგრე ეს მანქანა არ არის, ნამდვილად არ არის, არ ეთყობა ისე წონა, როგორც რამიან ავტომობილებს. ნუ, რა თქმა უნდა, ეხლა Range Rover-ივით ხარტიც ვერ არის და არც უნდა იყოს Range Rover-ივით ხარტი, ხო? Range Rover-ივით ხარტით მე მგონი არც ერთი SUV არ არის. მაგრამ Prado-სავით ტლანქი არ არის. სადღაც შუაში დაიჭირეს სწორება რა. ხო, კიდე არც X5-ივით მოქნილი არ არის ახლა. ნუ, მაგას ნუ ვიტყვით. იმიტომ რომ ის მაინც BMW-ია და უჭირავს თავის გამოცდილებიდან გამომდინარე ის დონე რაც უნდა ეჭიროს. რაც შეეხება სიმარტივეს, ყველაფერი აქ მარტივია, მანქანებს ხედავს სიარულისას, ასევე ხედავს ეს ავტომობილები, როდესაც აპირებენ ზოლის შესვლას, ანუ პავაროტნიკებს ხედავს, როდის ატორმუზებენ ის ავტომობილები, ავტოპილოტი მუშაობს საკმაოდ კარგად, შეგიძლია დააყენო ეს და მიყვება. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტები არის, რაც უნდა გაითვალისწინო, მაგალითად, ეს მანქანა ხედავს ნახე ყვითლად მონიშნავს საფრთხის შემცველ მანქანებსაც რა, იმიტომ რომ გეუბნება რომ აქ ფრთხილად იყავი, იმიტომ რომ ეს მანქანა საფრთხის შემცველია, რადგან ისეთ პოზიციაშია, რომ აი შეიძლება სწრაფად დაამოხუჭოს და დაეჯახო ან რაღაცა ეგეთი, რაც საკმაოდ კაია, საკმაოდ ჭკვიანური სისტემაა. ხო, რას გეუბნებოდით? რა უნდა გაითვალისწინოთ ავტოპილოტის სიარულისას? ავტოპილოტის სიარულისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მანქანა არ აჩერებს შუქნიშნებზე. აღიქვამს შუქნიშანს, წითელს და მწვანეს აღიქვამს, მაგრამ არ გააჩერა, არ ვიცი, ჩემ ხელში არ გააჩერა. შეიძლება აჩერებს, მაგრამ ჩემ ხელში არ გააჩერა, შემეშინდა და მე დავატორმუზე, რომ მეთქი რამეს არ შევასკრე წინ მანქანას თქო რა. მოკლედ ავტოპილოტი არის სრული ავტოპილოტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი ამუხრუჭებს, გააჩერებს, თუ საჭირო გახდა გაჩერება, როდესაც წინა მანქანა წავა ესეც, ანუ Tesla-ს ავტოპილოტი როგორც მუშაობს, ზუსტად ისე მუშაობს ესეც, ანუ რამე რა აკლია Tesla-სგან განსხვავებით, რო გითხრათ, მოგატყუებთ, ნამდვილად არაფერი არ აკლია.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ მართლა ცოტა შემაწუხებელი ხდება სავარძელი, იმიტომ რომ რბილია ძალიან და იპრესება როგორც ჩანს და ნელა ალბათ იწყებს დაღლას, მაგრამ რო გითხრათ რომ აი რაღაცა საშინელებაა თქო, არა. მაგრამ ნუ ეგ გასათვალისწინებელია რომ ეგრეა. საკმაოდ კომფორტულად ვზივარ. რამე პრობლემა ისეთი ჯდომაში არ მაქვს რომ მაწუხებდეს. ხედვა ირგვლივ საკმაოდ კარგია, მანქანის ფორმიდან გამომდინარე მკვდარი ზონები ნაკლებად აქვს. როდესაც მკვდარ ზონაში ავტომობილი მაგას სენსორები აღიქვავს და ძალიან კარგად და საკაიფოდ გაფრთხილებს. რაც მაღიზიანებს ყველაზე მეტად მანქანის სიარულის დროს არის, როდესაც მუსიკას უსმენ და ზოლის შეცვლა გინდა, აი პავროდიქს რო ჩავრთავ მაგალითად მოხოვის ციმციმას. ამ დროს თუ გვერდზე მომყვება მანქანა, აი ესეთ ყვირილს იწყებს და მუსიკას ხმას ჩაუწევს ამ დროს რა. და ნუ მე ხა ძირითადად მუსიკას არა და უსმენ ხოლმე საინფორმაციოებს ან დოკუმენტურ ფილმებს რა YouTube-ზე და უბრალოდ ხმას ჩაუწევს და მე გადის ისე რომ გადახვევა მიწევს ხოლმე და ეგ ცოტა გამაღიზიანებელია და თან არის ფიქრობ რომ გაჩუმდება ესე იყვირებს სანამ ესე გამოვყვება სულ ესე იყვირებს ანუ ის არა აქ რომ გაგაფრთხილა და გაჩუმდა არა იმენა კივის წივის არა ვერ გააგები ვერ გააჩერებ ვერ გააჩუმებ რა ჩქარი მანქანაა შეიძლება ითქვას ეს ის კვალობაზე თუ გინდათ რომ რაღაცას სახელი დაბარქვა ვიტყვი რომ ჩქარი მანქანაა ხმაურიანი არ არის, ხმის იზოლაცია ძალიან კარგია, 10-დან 8-ს დაუწერდი ხმის იზოლაციაში. შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრთოვანებლად კარგი აქვს ჩინური მანქანისთვის. ნუ კიდევ ერთხელ ვახსენე ჩინური მანქანა არა და საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩინური მანქანა ცუდი უნდა იყოს. უბრალოდ წარმოდგენა გვაქვს ეგეთი შექმნილი, რომ ეს არის რა ჩინურია რა და ცუდი უნდა იყოს, მაგრამ არა და არ არის საერთოდ ეგრე ყველაფერი ჩინეთში მზადდება. აგერ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველა მდიდრული ბრენდი თურმე ჩინეთში იკერება და მზადდება. ხო, ეგ არის და ეგ. კარგი, მოდი ახლა შევაჯამოთ ეს ავტომობილი და ვინ შეიძლება იყოს ამ მანქანის მყიდველი. და ვინც შეიძლება რომ იყოს ამ მანქანის მყიდველი, როგორ იმჯელებს ყიდვისას. ეს ავტომობილი ღირს დაახლოებით $50,000. რა შეგიძლია იყიდო ადამიანმა $50,000 და ზოგადად როცა $50,000 გაქვს მანქანისთვის, რა საკეთებ, რა არჩევანი გაქვს. $50,000 მე პირველი რაც გამახსენდა, ალბათ მოგივა მეორადი X5 ძალიან დაბალი გარბენი და ძალიან კარგი ტიპი G05 არის ჩემი ფავორიტი და მე ძალიან მომწონს პირველი ვარიანტი ეგ გამახსენდა. მოგივა მეორადი Defender-ი ან Discovery, რავი, სულ ერთია, რომელიმე Land Rover-ი მოკლედ მეორადი მოგივა და ცოტა ფულს თუ დაამატებ, მოგივა ახალი Prado. ნუ ერთი ალბათ 10-15,000-ის ლიზინგის გაკეთება მიგიწევს, ესე მიცხებ ლიზინგს, უპროცენტო გეტყვიან და სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეხა არა ლიზინგი თუ იქნება იმ პროცესს დაგიკლებენ. ხო და ნუ თავს მოიტყვევ რომ უპროცენტო ლიზინგია და პატარა ლიზინგს მიცხებ და გამოიყვან Prados. მაგრამ ეხა მოდი ვნახოთ რა ხდება მაგ ფასად რა. როდესაც ყავს ოჯახი და 2 შვილი, ანუ ცოლი და 2 შვილი, მაგ შემთხვევაში შენ გჭირდება რომ 4 ადამიანი ჩასხდეთ სადღაც, ზოგსაერთოდ 3 შვილი ყავს, ღმერთმა გამრავლოთ. მაგ შემთხვევაში გჭირდება რომ ჩასხდე ავტომობილში, ჩადო ძალიან ბევრი ბარგი და წახვიდე სადღაც, ხო? X5-ში მაგას ვერ იზამ, ვერ ჩაეტევი რაღაც პონჩი, იმიტომ რომ არის 4 ადგილიანი და ნუ 2 ბავშვზე მეტი თუ ყავს, იქ შუაში უნდა ჩასვა და ბარგსაც იმდენს ვეღარ ჩატევ, რომ 3 ბავშვის ბარგი ჩაატიო, ცოტა ეკონომიურად მოგიწევს წასვლა. თუ Defender-ს აიღებ, Defender-შიც ნუ დაახლოებით იგივე სიტუაცია არა, ისიც 4 ადგილიანია და ასე შემდეგ. ეს არის 7 ადგილიანი, ეს უპირატესობა ამ ავტომობილს აქვს. ამასთან Defender-ი მეორადი ჩემმა მტერმა ატაროს თავის რისკზე, იმიტომ რომ 90% შემთხვევაში აუცილებლად გაფუჭდება და მე ერთი მანქანის ფული კიდე ზემოდან მოგიწევს დახარჯო ხელოსნებთან, რომ მაგ მანქანა მიაროს და მაგას ისევე ჯობია რომ ბარემ ეგ ფული აიღო და ამატო და ახალი Defender-ი გამოიყვანო, მაგრამ ეგ ფული ჩავთვალოთ რომ არ გაქვს, ხო? X5-ზე რა ხდება ახლა? X5 არის ალბათ ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, მაგრამ მაინც გარანტია გასვლელი მანქანაა და გარანტია რო არ აქვს, ბევრს შეიძლება არ უნდოდეს, მე ბევრს ვიცნობ, ვისაც არ უნდა მეორადი X5, იმიტომ რომ აი მოიცარა რომ გაფუჭდეს, მე რა გავაკეთო, მაგას ფიქრობს. და არიან ეგეთი ადამიანები, ეხლა ჩემნაირი, ეხლა ჩემსავით არ ფიქრობს იმაზე, რომ სატარებლად კარგი იყოს, განსაკუთრებით და BMW იყოს და რაღაცა და ნუ ფეხებზე კიდე აქვს შენი X5 რა. ხოლო რაც შეეხება Prados, კი ბატონო, გამძლეც არის. კი ბატონო, ფასშიც ეტევი ცოტას თუ გაიჭირვებ ყველაფერი, მაგრამ ეხა რამაზე ჯიპი შეიძლება კი არა, მეც არ მინდა რამაზე ჯიპი, ვაფშე არ მინდა მანქანაში ვიჯდე და უკან ბავშვები გოგლი-მოგლი დიქცენ ცუდ გზაზე რო გადავალ, ანუ საერთოდ არ მინდა რა. ხო და აი ეს უპირატესობები ამ ავტომობილს აქვს. ერთადერთი რაც პრობლემა რჩება ამ მანქანაში არის რომ 5 წლის მერე რამდენად გაყიდი. 5 წლის მერე ერთადერთი გზა ალბათ რომ ეს მანქანა გაყიდო იქნება რომ ისევ ცენტრში ჩააბრუნო და ახალი ჩინური მანქანა გამოიყვანო. აი ეგ უნდა გაითვალისწინოთ მეგობრებო აუცილებლად. ერთადერთი მინუსი, რასაც ვხედავ ამ შემთხვევაში, არის ეგ და ეგ უნდა გითხრათ. დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია. კომფორტულია, ტევადია, დიდია, ტექნოლოგიები მოყვება, ოფროუდზეც
ძიმე უფრო უჩი და ეხა გადაკიდებულმა არ უნდა იარო, იმიტომ რომ ბლოკირება არ აქვს და დანარჩენი დადის, აგერ თქვენ ნახეთ როგორ დადის რა. და წვა, ბაზარი არა, წვავს ძალიან ცოტას. 8 ლიტრამდე წვავს, არც კი. და აჩქარება აქვს საკაიფო. თუ დატენი, სხვათა შორის დატენელი გადის, მაგის ხმა დამაუწდა, დატენელი გადის 200 კილომეტრამდე. ფაქტობრივად ბენზინის ჩასხმა არ მოგიწევს რა, ეგ არის. ასე რომ მეგობრებო, რო შევაჯამოთ ეს მანქანა ერთი სიტყვით, $50,000 გაძლევს საკმაოდ კარგ ველიუს, არის რბილი და კომფორტული, იტენება, დატენვადი ჰიბრიდია და გარანტია მოყვება, რავი, 5 წლიანი გარანტია მოყვება, მეგონი ამათ რა, თუ 3 წლიანი. რა მნიშვნელობა? გარანტია მოყვება მოკლედ რა, დანარჩენი თუ გაინტერესებთ იმას ხედავთ, თქვენთან გარკვიეთ. ყველაფერს ხო არ გეტყვით. მაგრამ ძალიან დიდი მინუსი არის, რომ ჩინური ავტომობილი რადგან არის, ამის ბაზარი ჯერ არსებობს ჩვენ, არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში და მეორადის გაყიდვა გაგიჭირდებათ. ალბათ ერთადერთი საშუალება იქნება, რომ მე უბრალოდ ჩააბარო ისევე ცენტრში უკან ეს მანქანა და ჩაიბარებენ, ეგ დიდი მინუსი ამ მანქანას აქვს. ეგ უნდა გახსოვდეთ აუცილებლად ყიდვისას. არ გავარდეთ ეგრევე არ იყიდოთ, იმიტომ რომ ოკეი, რა კაი რაღაცები ქონია, ეგ გაითვალისწინეთ რა. დანარჩენი უკვე გადაწყვეტილების ამბავია. უმეტესობა ადამიანებს ეგ ფეხებზე კიდია, მაგრამ მე მაინც უნდა გითხრათ. კარგი. ახლა მოდი აქ მორჩით ამ ვიდეოს, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი, რომ რენდომაიზერით ამორჩეული ადამიანები მიიღებენ 200 ლარიან, უბრალოდ ადამიანი ერთ სამოვარჩევ, 200 ლარიან ვაუჩერს გინდა სელუზე, გინდა ქარუზე, დანარჩენი უკვე თქვენიცი წარმატებებს გისურვებთ, დარჩით ჩვენთან ერთად, მაგარი ჩელენჯები მოდის. აბადროებით.